ახალი ეტაპი ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში კრიპტოაქტივების ბაზრის განვითარებასთან ერთად დარგის რეგულირების საკითხი და მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან სულ უფრო აქტუალური ხდება. ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაციამ, რომელიც ქვეყანაში რეგისტრირებულ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს აერთიანებს, სახელმწიფო უწყებებს ინიციატივით მიმართა, რომელიც ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ამ დროისთვის საქართველოში მოქმედი რეგისტრირებული კომპანიები არათანაბარ გარემოში ოპერირებენ, რადგან ადგილობრივ ბაზარზე აქტიურად ფუნქციონირებენ არარეგისტრირებული საერთაშორისო კრიპტო პლატფორმები, რომლებიც ქვეყნის მარეგულირებელ ჩარჩოს მიღმა საქმიანობენ. საკითხს ასოციაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან ერთად განიხილავს. რას ითვალისწინებს ასოციაციის ინიციატივის ძირითადი არსი და რა უნდა შეიცვალოს მომხმარებელთა ინტერესების, ფინანსური რისკების და ბაზრის ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობების შექმნისთვის ფინანსური ინოვაციების ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაციის ხელმძღვანელი ვანცა მეუნარგია გვერდდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით გვანცა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. ჩემი პირველი კითხვა ბუნებრივია შეეხება თქვენი ინიციატივის არსზე საუბარს. ჩვენს მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რაში მდგომარეობს პრობლემა, შესავალში ვახსენეთ არარეგისტრირებული კრიპტო პლატფორმები, რომლებიც ადგილობრივად საქართველოში რეგისტრირებულ კრიპტო პლატფორმებს არათანაბარ კონკურენტულ გარემოში ამყოფებენ. რა არის არსი თქვენი ინიციატივის და რაში გესახებათ პრობლემის მოგვარება საწყის ეტაპზე? მეც მოგესალმებით, მადლობა და ინტერესებისთვის. ცოტა შორიდან ვუპასუხებ თქვენს კითხვას იმისთვის, რომ მაყურებლისთვის ნათელი იყოს და გაიმიჯნოს კარგად, რას ნიშნავს რეგისტრირებული და რომელი არის არარეგისტრირებული. 2023 წლიდან ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციების საფუძველზე კომპანიები, რომელსაც სურვილი აქვთ გაწიონ კრიპტო მომსახურება, ანუ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები გახდნენ, დაექვემდებარებიან სავალდებულო რეგისტრაციას ეროვნულ ბანკში. შესაბამისად, ყველა ის კომპანია, იურიდიული პირი, რომელიც სურვილი აქვს, რომ გაწიოს ეს მომსახურება, უნდა დარეგისტრირდეს ეროვნულ ბანკში. სხვა ყველა დანარჩენი მოქმედება არის არაკანონიერი ამ სფეროში. ეს არ ეხება ფიზიკური პირების ერთმანეთში გაცვლას ბუნებრივია. რეგისტრაციას, როდესაც ვახსენებთ, ეს არ არის მარტივი ფორმალური რეგისტრაცია, რომ იყოს ნათელი, თქვა შევიტანეს სადღაც განცხადება და დამიკმაყოფილეს. არა, ეს მოითხოვს ბევრი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას კომპანიების ვალდებულებებიც, ხო? ახლავს დიდი ვალდებულებები, ფინანსური ხარჯები, რომელსაც ეს კომპანიები იღებენ, ნერგავენ ბევრ იმ ტენდენციებს და სტანდარტებს, რომელსაც მარეგულირებელი მათ თხოვს და ამაში იხარჯება ფულიც, ადამიანური რესურსიც და მნიშვნელოვანია, რომ იყოს კეთილსინდისიერი თანაბარი შესაძლებლობები ბაზარზე და რა ქმნის ამ არასი თანაბრეს. ბუნებრივია თანამედროვე ეპოქაში, მაშინ, როდესაც გვაქვს ინტერნეტზე და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, კომპანიები, რომლებიც ფუნქციონირებენ, რეგისტრირებული არიან სხვა იურისდიქციებში, ან საერთოდ არ არიან რეგისტრირებულები, ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, სერვისებს თავაზობენ ჩვენს ბაზარს. ეს კომპანიები ბუნებრივია არ არიან ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ, არისთავენ იმ რეგულაციებს, რასაც ეროვნული ბანკი ადგენს, განსხვავებით იმ კომპანიებისგან, რომელსაც ეროვნული არეგისტრირებს და დღესდღეობით ასეთი 31 კომპანია არის ქვეყანაში, არასაქმებენ საქართველოს მოსახლეობას, გადასახადს, რომელიც კანონით ეკუთვნიან საქართველოში არ იხდიან, შესაბამისად ეკუთვნიან სრულიად სხვა იურისდიქციებს და ბაზარზე ხელმისაწვდომობა აქვთ ზუსტად ისე, როგორც ამ რეგისტრირებულ კომპანიებს. და მათ ინტერესზე მორგებულ თამაშის წესებს ამკვიდრებენ ბაზარზე, ხომ ასე არა? ერთის მხრივ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით და ასევე ფინანსური სტაბილურობისთვის არის რისკის შემცველი. ალბათ, სწორედ ამ ნაწილში მინდა თქვენ ჩაგეკითხოთ, რა მასშტაბის რისკზეა საუბარი. იცით რა არის, ბუნებრივია, პირველ რიგში მომხმარებელთა უფლებები არის ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ასოციაციაც და მისი წევრი კომპანიებიც დიდ მნიშვნელობას ავანიჭებთ. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ეს ინდუსტრია აწყობილია მომხმარებლის სანდოობაზე. თუ ეს სანდოობა და მთელი ჯაჭვი დაირღვა, მთელს ინდუსტრიას ადგება ზიანი. და როდესაც ვსაუბრობთ არარეგისტრირებულ კომპანიაზე და ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, ვის რეგულაციებს ექვემდებარება ეს კომპანია, შესაძლოა ზოგიერთი ნორმალურ სახელმწიფოში იყოს რეგისტრირებული და
მის იურისდიქციას მიყვებოდეს და როგორც აღნიშნე, შეიძლება საერთოდ არ იყოს რეგისტრირებული. აქ მომხმარებლის რისკი იზრდება, ფინანსური დანაშაულის რისკი იზრდება, ფულის გათეთრების იზრდება და გამოდის, რომ ჩვენს მარეგულირებელს არანაირი ცდომა არ აქვს იმ ინფორმაციაზე. შეიძლება მომხმარებელი დაზიანდეს და საბოლოო ჯამში ინდუსტრიასაც მიადგეს ზიანი რეპუტაციულად. თქვენი ასოციაცია გამოსავალს ხედავს ევროპული მიდგომის დანერგვაში. მინდა გკითხოთ, რაში მდგომარეობს ევროპული მიდგომა, ერთის მხრივ საინტერესოა და ასევე ჩვენთან რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს მისი გადმოტანა. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზუსტი კოპირება უნდა მოხდეს თუ უნდა მოერგოთ ადგილობრივ ბაზარს? მადლობა, ძალიან საინტერესოდ არის ეს კითხვა დასმული. ჩვენ ვფიქრობთ, ზოგადად მიდგომა გვაქვს ესეთი, რომ ვთანხმდებით იმაზე, რომ რომელიმე იურისდიქციის და პრობლემის საკითხის მოგვარების ერთი მეთოდი და მოდელის სრული კოპირება ქვეყანაში შესაძლოა არ იყოს ეფექტური. აქ მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ ქვეყნის შიგნით არსებული სიტუაცია, ფინანსური თვალსაზრისით, სოციალური, გეოგრაფიული ჭრილი, ისტორიული და ასე შემდეგ და შეიძლება მოდელი, რომელიც კონკრეტულ სახელმწიფოში ძალიან ეფექტური არის, არ გამოდგეს ჩვენ სახელმწიფოში იგივე ეფექტიანობის, ხო? ამიტომ ჩვენ ვცდილობთ კონკრეტულ საკითხებზე შევისწავლოთ რამდენიმე მოდელი, თან მოგვეხსენება, რომ ჩვენი ინდუსტრიასთან გვაქვს საქმე, რომელიც ახალია და ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე სახელმწიფოში ისეთი გამოცდილია, რომ შეგვიძლია სრულად ვენდოთ და დავეყნოთ, თქვათ, 10 წლების გამოცდილება აქვს. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ შევისწავლოთ რამდენიმე ამ კონკრეტულ საკითხზე ვფიქრობთ, რომ ევროპული მოდელი არის საინტერესო და მისაღები. თუმცა საერთო ჯამში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრულად ევროპული სტანდარტის ან სრულად ამერიკულის გადმოტანის მომხრე ჩვენ არა ვართ. ბუნებრივია გააჩნია კაზუს და საკითხს. ამ შემთხვევაში ევროპულ მოდელს აქვს მიდგომა, რეგულაცია, რომელიც 2023 წლიდან იხვეწება თანდათან და მთავარი ერთ-ერთი სულისკვეთება არის ერთი ბაზარი, ერთი წესები. ანუ თუ ოპერირებთ ამ ბაზარზე, ვართ საერთაშორისო კომპანია, უნდა დავრეგისტრირდეთ ჩვენს ეროვნულ ბანკში, თუ საქართველოში დასახლებულ მოსახლეობაზე გვაქვს ტარგეტირება, რომ გახდეთ ჩვენი მომხმარებლები და შემდეგ თამაშობთ ერთი წესებით, ერთი მარეგულირებლით, თუ არა და მაშინ უნდა მივყვეთ დანაწეს, რომ კარგად გაიმიჯნოს რა არის საერთაშორისო არარეგისტრირებული კომპანია და რეგისტრირებული. კი ბატონო, საინტერესოა როგორია ოფიციალური უწყებების პოზიცია პირველ რიგში ალბათ საქართველოს ეროვნული ბანკის, რადგან ის არის მარეგულირებელი ამ ნაწილში, შემდეგ უკვე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების. ჩვენ უკვე მივმართეთ ნახსენებ სახელმწიფო უწყებებს და შევთავაზეთ კონკრეტული გადაჭრის გზა, ზუსტად ევროკავშირის მიკა რეგულაციის სტანდარტის გადმოტანა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც გულისხმობს იმას, რომ გააჩნდეს საქართველოს მარეგულირებელ ჩარჩოშიც კონკრეტული ჩანაწერი, რა იგულისხმება სერვისის შეთავაზებად და რა არის შემთხვევა, როდესაც მომხმარებელი თავად თავისი ინიციატივით მიდის პლატფორმაზე, რომ მიიღოს სერვისი. აი ეს არის მთავარი გასამიჯნის საკითხი. მიკა რეგულაცია ამბობს, რომ როდესაც კომპანია არ არის რეგისტრირებული შენს იურისდიქციაში, მას უნდა აიკრძალოს აქტიური მარკეტინგი, რეკლამირება, განსაკუთრებით ასევე მშობლიურ ენაზე, მაგალითად ჩვენ ეროვნულ ბანკს წინა თვეში შევატყობინეთ შემთხვევა უცხოური კომპანიის ვებგვერდზე ქართული რეკლამირების შესახებ. ეს არის კიდევ უფრო მკაცრი ტარგეტირება, როდესაც ჩვენ ამ მოსახლეობაზე გაქვს გეზი აღებული და მის მშობლიურ ენაზე გაქვს რეკლამა. ასევე განმარტებებში არის, რომ ასეთმა კომპანიებმა არ უნდა დაასპონსორონ და რეკლამა არ გაწიონ ადგილობრივ, მაგალითად სპორტულ მასშტაბურ ღონისძიებებზე. შესაბამისად, ეს განმარტება უკვე არსებობს იმ რეგულაციაში და ვფიქრობთ, რომ ასეთივე ჩანაწერი უნდა გაჩნდეს ჩვენს ჩარჩოში, რომ მკაცრად გაიმიჯნოს და არ მოხდეს ისე, რომ ამ შემთხვევაში ახლა რა სიტუაციაც გვაქვს არსებულ, მე რაც ჩამოვთვალე იმ რისკებთან ერთად არსებობს ფინანსური წყაროების მასშტაბური გადინების საფრთხეც. ეს გადინება არის მარეგულირებლის კონტროლს მიღმა და ფინანსურ სტაბილურობაზე საბოლოო ჯამში და ქვეყნის რეპუტაციაზე შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს საბოლოო ჯამში. ერთი საკითხია გადინება და ასევე საინტერესოა ინვესტიციების მოცულობა. ანუ ინვესტიციების მოცულობის ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ალბათ ის საკითხი, რომ ბაზარი არის რეგულირების მიღმა ნაწილობრივ, შეიძლება ასეც ითქვას. მე მინდა გკითხოთ დასავლური მიდგომა, სტანდარტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ახალი თემა, როგორია? რა ნაბიჯები გადადგეს მათ პირველ რიგში, რომ გვითხრათ და თქვენ რა გესახებათ პირველ რიგში გადასადგმელ ნაბიჯად იმისათვის, რომ ეს საყინულის ლღობა დაიწყოს, ასე ვთქვათ. აი ზუსტად ეს რაც ახლა ვახსენე, რომ გაიმიჯნოს პირველ რიგში ეს ორი კომპონენტი და აიკრძალოთ იმ კომპანიებს, ვინც რეგისტრირებული არ არიან, ეს აქტიური, აგრესიული, შეგვიძლია ვთქვათ, მარკეტინგი ჩვენს ბაზარზე და ჩვენი კომპანიები, რომლებიც რეგისტრირებული
გამორჩეული არიან და ამხელა რესურსს ხარჯავენ, რომ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იყვნენ, არ მოხდნენ ასეთ არაჯანსაღი კონკურენციის მსხვერპლები არ გახდნენ. ეროვნულ ბანკს ჩვენ შევთავაზეთ ამ მიზნით დიალოგი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებელთა დაცვის კუთხით ეროვნულმა ბანკმა შემოგთავაზა რამდენიმე გადაჭრის მეთოდი, მაგალითად 51 კომპანიას დაუწესა წესი, რომ თქვენ თუ შედიხართ მათ პლატფორმებზე, თვალსაჩინო ადგილას მომხმარებლისთვის არის განცხადება, რომ ეს კონკრეტული კომპანია რეგისტრირებულია ეროვნულ ბანკში, რაც ნდობას რდის და ასევე ხელი მიგიწვდებათ იმ ადმინისტრაციულ აქტზე, რომელიც ამ ავტორიზაციას ადასტურებს, შესაბამისად მომხმარებელს აქვს ინფორმაცია, რომ სანდო პლატფორმასთან აქვს საქმე. ასევე ეროვნული ბანკი აკეთებს ხშირად საჯარო განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ რეგისტრირებულ ვასპებში შეგიძლიათ მომსახურება მიიღოთ. თუმცა ეს ჩვენი აზრით არის მომხმარებელთა დაცვის მხარეს გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ კონკურენციის, არაჯანსაღი კონკურენციის დასახმარებლად ეს საკმარისი არ არის და გადაჭრის გზა არის სწორედ ის, რომ ჩარჩოში გაჩნდეს ჩანაწერი, რომელსაც ზევით ვისაუბრეთ. კი ბატონო, რა უშლის ხელს ჩარჩოში ჩანაწერის გაჩენას, რომ გითხრათ, ანუ რა დამაბრკოლებელი ფაქტორები, რა ბერკეტები არსებობს, ვთქვათ, რაც უნდა გადაილახოს რაიმე საერთაშორისო სტანდარტი უნდა დაკმაყოფილდეს ამისათვის, თუ ვინმეს თანხმობაა საჭირო, ანუ რა არის ის ხელშემშლელი ფაქტორი, რაც რეალურად სექტორის წარმომადგენელთა თანაბარ კონკურენტულ გარემოში ჩადგომას ელენ მარტივს გახდის ამ გადაწყვეტილებით. იცით რა, შესაძლებელია, რომ ერთნაირად უნდა ვხედავდეთ ჩვენ ამ პრობლემას და ამისთვის აუცილებელია ჩვენ შორის დიალოგი და თუ გაიმართება ჩვენ შორის საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის მიზნით დიალოგი, შეგვეძლება რომ აზრები გავცვალოთ და მოვისმინოთ მათი პოზიციაც, თუ არის რაიმე ხელშემშლელი. შესაძლოა ისინი გეგმავენ და ამ წუთას არ არის დღის წესრიგში, თუმცა ეს არის შემდეგი ნაბიჯი, ჩვენ არ ვიცით ზუსტი პასუხი ეროვნულის ამ ეტაპზე როგორ აპირებს ამ საკითხის გადაჭრას. კი ბატონო, და კიდევ ერთხელ მინდა ჩაგეკითხოთ სექტორის წარმომადგენელთა პოზიციაზე, თქვენ ახსენეთ, რომ შესაძლოა მოხდეს ფინანსური სახსრების გადინება, ვისაუბრეთ ინვესტიციებზეც. როგორია მათი პოზიცია? მათ თუ აქვთ რაიმე გარკვეული დედლაინები, ვთქვათ, გაწერილი იმისათვის, რომ თუ საკითხი არ დარეგულირდა, ისინი უკვე აქტიურად იფიქრებენ, ვთქვათ, ბაზრის დატოვებას. იცით რა არის, ესეთი რადიკალური გადაწყვეტილებებისთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა ცალსახად დემოტივირებელი არის, იწვევს დემოტივაციას ის, რომ შენ უამრავ თანხას ხარჯავ იმისთვის, რომ ჩარჩოში იჯდე, შენი რეგულატორი ადგენს განსხვავებულ მიდგომებს, ხომ ეროვნული ბანკი არ არის შეზღუდული, რომ რომელიმე ქვეყნის მოდელი სრულად გადმოიტანოს. შესაძლოა ისეთი მოდელები შემოგთავაზოს, რომელიც სხვას არ აქვს, ამიტომ ჩვენს ბაზარს გაუძვირდეს პროდუქტის მიწოდება და იმ კონკურენტს, რომელიც რეგისტრირებული არ არის, გაცილებით იაფად კონდეს პროდუქტი. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენი ვასპებისთვის დაშვებული პროდუქტების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ზოგიერთ სახელმწიფოსი და თუ შემოდის ერთ ბაზარზე ორი ესეთი სუბიექტი, ეს არის ცალსახად მოტივაცია ქართული კომპანიებისთვის და შესაძლოა რომ გარკვეულ საფრთხეებთან მივიდეთ, თუმცა რაიმე დედლაინებზე და რადიკალურ ზომებზე ჯერ საუბარი არ არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღია ვართ დიალოგისთვის და გვინდა გვაქვს სურვილი ეროვნულთან თანამშრომლობის ამ საკითხზე. კი ბატონო, და ბოლოსკენ მინდა გკითხოთ ვასპების სხვა საჭიროებებზეც, რადგან ასოციაციას წარმოადგენთ, საინტერესოა რა არის გარდა იმისა, რაც არის ახლა ყველაზე მწვავე საკითხი არარეგისტრირებულ კრიპტოკომპანიებთან მიმართებით, ის საჭიროებები, რაც ვასპებს ადგილობრივად საქართველოში რეგისტრირებულ ვასპებს უდგათ. ბევრი არის ესეთი, მოგეხსენებათ, რომ ეს ინდუსტრია არის მზარდი, ყოველწუთიერად შეგვიძლია ვთქვათ და გამოწვევებით ძალიან ხშირი ტემპით იცვლება ხოლმე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროდუქტების სახეობების ზრდა და დაშვება ამ პროდუქტებზე, რომ მათ გაწიონ სათანადო კონკურენცია სხვა სუბიექტებთან მიმართებაში, რომლებიც მსოფლიოში ოპერირებენ. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. კი ბატონო, და საინტერესოა როგორია თქვენი ხედვა პროცესის დაძვრას რა ვადებში განიხილავთ, რადგან ახსენეთ სწორედ, რომ ეს არის ძალიან დინამიური პროცესი, მუდმივად ცვალებადი მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. რა ვადებში უნდა მოხდეს დაძვრა იმ პროცესის, რის საჭიროებაზე თქვენ ასე მწვავედ საუბრობთ? იცით რა არის, ჩვენ ამ თვეში მივმართეთ ეროვნულ ბანკს, ამიტომ ეხლა ვერ ვიტყვით, რომ დიდი ხანია ველოდებით მის პასუხს. პირველადი პასუხი იყო სწორედ ის, რაც გითხარით, რომ მომხმარებელთა დაცვის თვალსაზრისით რა ნაბიჯები გადადგა, თუმცა ჩვენ ვაზუსტებთ, რომ ეს არ არის საკმარისი და ველოდებით შემდეგ ნაბიჯს ეროვნული ბანკისგან და შემდეგ დიალოგს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ყველა სხვა საკითხთან მიმართებაში, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი ეროვნულ ბანკთან,
ისინი ღია არიან თანამშრომლობისთვის, არის რიგი საკითხები გარდა იმ პრობლემისა, რაც მე ახლა აღვნიშნე. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაგალითად კომერციულ ბანკებთან ურთიერთობა ვასპების და ეგრეთ წოდებული de-risking პოლიტიკა, რომ რისკზე დაფუძნებული პოლიტიკით განდაწყდეს ბანკების ურთიერთობა ვასპებთან. ამ და სხვა საკითხებზე ჩვენ ეროვნულ ბანკს ვესაუბრებით. ის ღია არის თანამშრომლობისთვის, ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კონკრეტულ საკითხს, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, გადმოდგამს სათანადო ნაბიჯებს. კი ბატონო, როგორც პასუხისმგებლიანი მარეგულირებელი, საქართველოს ეროვნული ბანკი იმედია ძალიან მალე დაიწყებს უკვე პროცესს, რასაც ჩვენ ბუნებრივია ძალიან აქტიურად გავაშუქებთ ჩვენს ეთერში და მაყურებელს მივეწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას ამ საკითხზე. თქვენ კი ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ფინანსური ინოვაციების ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაციის დირექტორი გვანცა მეუნარგია იყო ბიზნეს პარტნიორის სტუმარი.